თქვენ ხომ გგონიათ რომ მე ვისვენებ? არა. სინამდვილეში ჩემს სახლში მყოფ 4 ბავშვს, 2 შვილი და 2 დიშვილი და ეს მესამე ჩემი შვილიც ჩამოვა მალე. ერთმანეთისგან ვიცავ. დედი, რა შვები მანდ? წადი, ვიმალები. რა? წადი, ვიმალები, წადი. დამალობანაში შეუშალე ხელი მებოდიში. დილის 8 საათია და ყველაფერი რიგზია. ყველა ბავშვი ფეხსია, უკვე ნასაუზმები და ეზოში დარბიან. და მე რა მაინტერესებს იცით? სკოლაში და ბაღში რომ უნდა იყვნენ 9 საათზე და მაშინ რომ დაეცემათ ძილქუში და ვერ ვაღვიძებ. არ დადეგებს, რატომ წამოხტებიან ხოლმე 7:30-ზე? რა ეტყობათ ახლა ამ ორ ყაჩახს, რომ სექტემბრიდან ფორმის ჩაცმაზე დიდად დარდობენ? იმის მიუხედავად, რომ შარშან გახსოვთ ალბათ ჩემმა დიშვილმა საქათმეში ჩაკეტა და კარგახანს აყურყუტა იქ ჩემი შვილები, საქათმეში ძრომიელს მაინც ვერ გადაეჩვივნენ. მიხვდებით ალბათ რატომაც. პაიცხები დადეს აჰა. მიდით შეინახეთ მაცივარში. ეგრეც არ არის, რომ აქ შეგიძლია ყურადღება ბოლომდე მოადუნო, რადგან ამათ ხელში ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. აი მაგალითად ახლა ნახეთ რა მდგომარეობაში არიან. სად მიცოცავთ? სახურავზე და უნდა ჩამოვხედოთ. ჩამოდით ახლავე არ გადამრიოთ დროზე. სწრაფად. ამჯერად უფრო მშვიდობიანი გართობა აირჩი, ეს თხილს აგროვებენ. ამ თხილს ამათთან ერთად ფაროსანაც ყავს შეჩენილი და საკმაოდ იშვიათია საღი ნაყოფი. წამების მეთოდები შეიცვალა პერსონაჟიც. ამის ძმა თუ ადრე საქათმეში კეტავდა ბავშვებს, ახლა ეს ვაჟბატონი ნახეთ როგორ აქანავებს. ამათი გართობის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილია, აი ხეზე რო აცოცდებიან, იქედან ჩამოსვლის თავი რომ არა აქვთ და მერე მე მეძახიან ჩამოგვიყვანეო.